ჰოლა, ეს არის გაგრძელება ჩემი კალოკასტის, რომელიც უხსოვარ დროში დავიწყე და გადაწყვეტილი მქონდა რომ რაღაც თემებზე მელაპარაკა და ეს თემები, რაზეც საუბარიც მინდოდა ჩამოწერილი მაქვს ნოუთებში ძალიან დიდი ხანია, მაგრამ ეხლა ექსპრომტად გადავწყვიტე, ჩავწერო, ან ვისაუბრო უпростоრად, არ მაქვს არაფერი მოფიქრებული, ძალიან ცოტა თემა მაქვს ჩამოწერილი. რაზეც აქცენტი მინდა, მაგრამ ძირითადად ეს ვიდეო ეხება თვითგანვითარების გზის დასაწყის და იმ თემებს, რაზეც ყველაზე ხშირად მწერენ ხოლმე. აი, ჩემს დაირექტში, მით უმეტეს, როდესაც რაღაცა ინსტაგრამზე ამ კითხვის გრაფა გამომაქვს ხოლმე სტორიზე და ვწერო აი რაღაც მკითხეთ, ყველაზე მეტი კითხვა და არა მარტო პირად ინსტაგრამზე, არამედ პროფესიულ ინსტაგრამზეც მოკლედ, ჩემ გარშემო ყველაზე მეტად ჭარბობენ ადამიანები, რომლებიც მეუბნებიან ან წერენ სხვადასხვა ჯგუფებში, რომ აი ვარ დაკარგული, არ ვიცი რა ვქნა, არ ვიცი საიდან დავიწყო, ვერ ვხვდები საერთოდ რა ხდება, ვერ ვხვდები საერთოდ რაში ვარ და ასე შემდეგ. აი დაკარგულობის განცდა არის ხოლმე ყველაზე ხშირი. ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ რაღაცებზე ვილაპარაკო და ყველაფერი, რასაც ვიტყვი, არის ჩემი პირადი აზრი. შეიძლება რაღაცები ვახსენო, რაც მოსმენილი მაქვს, ვიდეოში მინახავს, პოდკასტში მომისმენია, წიგნში ამოკითხვიდან მივხვდი და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაფერი წარმოადგენს ჩემს პირად აზრს და თავიდანვე ვიტყვი, რომ მე არ ვარ ფსიქოლოგი, არ მაქვს რაიმე ხარისხი, არ მაქვს რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი პროფესიული ცოდნის და ასე შემდეგ. მე ვსაუბრობ ჩემი გააზრებებიდან, ადამიანური ენით, ჩემი წარმოდგენით, რომელიც შეიძლება ოდესმე შეიცვალოს. მაგრამ რადგან ადამიანები მე მეკითხებიან ხოლმე ამას, ხვდები რომ რაღაცა ჩემგან აინტერესებთ, იმიტომ რომ ჩემი გზა ვიღაცისთვის არის საინტერესო, იმიტომ რომ მე ცოტა მეუხერხულება ხოლმე ესე თქმა, მაგრამ მე შევძელი და უკიდურესი დეპრესიიდან, რომელიც გრძელდებოდა ძალიან ბევრი წელი და აბსოლუტურად დამსხვრეული ფსიქიკით ღრმა ბავშვობიდან მოვედი აქამდე, რასაც თქვენ ეხლა ჩემს სოციალურ ქსელებში ხედავთ. და ჩემს სოციალურ ქსელებში არ არის არც 1% ტყუილი ჩემს შესახებ. პირიქით, ზუსტად მაგიტომაც მყავს ცოტა გამომწერი. ცოტა არ მყავს, მაგრამ შედარებით ცოტა, იმიტომ რომ რაც არის, ყველაფერი არის სიმართლე. შესაბამისად, რადგან ეს გზა თქვენ მოგწონთ, მე გაგიზიარებთ, აი ამ გზაში რეები გავიაზრე, რეები დამეხმარა და ასე შემდეგ. მოკლედ, რო დავიწყოთ და რაღაცები დავყოთ, პირველი ნაწილი, რაც შეიძლება ჩვენში იწვევდეს დაბნეულობას და თქვენში და ჩემშიც იწვევდა ხოლმე დაბნეულობას, ზოგადად ყველაზე დიდი პრობლემა ადამიანში აი ცოტა სულიერი კუთხით თუ მივუდგებით არის ის, რომ ჩვენ ვიყურებით გარეთ და არა შიგნით. პასუხები არის მხოლოდ და მხოლოდ შიგნით, თუმცა გარეთ ყურების გარეშე ჩვენ რაღაცა ჰარმონიას ვერ მივაღწევთ. ანუ ჩვენ გვჭირდება ერთი გარეთ მიმართული თვალი, მეორე შიგნით მიმართული თვალი. ანუ ჩვენი შინაგანი დიალოგები არის უმნიშვნელოვანესი, რას ვგრძნობთ, რატო ვგრძნობთ. აი ამ კითხვების დასმა არის უმნიშვნელოვანესი, მაგრამ მე მგონია, რომ შიგნით ყურების გარეშე ჩვენ ვერანაირ ჰარმონიულ ფონს ვერ გავალთ. შეიძლება დავაფეიქოთ წარმატება, ბედნიერება, ყველაფერი, მაგრამ ჰარმონია, რაც მიიღწევა სულის, გონების და სხეულის ერთიანობით, ეგ ვერ მიიღწევა ჩვენ თუ შიგნით არ ჩავიხედებით და შიგნით ყურება ამას აქვს თავის ტექნიკები, შეგვიძლია მედიტაცია, შეგვიძლია იოგა, იოგა მთლიანად იმაზე არის მორგებული, რომ ჩვენ ვიყუროთ შიგნით. იოგა არ არის სხეულებრივი პრაქტიკა, რა თქმა უნდა, სხეული არის მაგის ნაწილი, იმიტომ რომ ჩვენ უნდა მივახციოთ სხეულის, გონების და სულის ერთიანობას, მაგრამ ეს არის პირველი ნაწილი, მოკლედ. ანუ ეს შემიძლია გვირგვინად დავადო მთელ ამ პოდკასტს, რომ ჩვენ არ გამოგვივა ჰარმონიის მიღწევა ჩვენში თუ შიგნით არ ჩავიხედებით. ანუ ჩვენს მზერას მივაპყრობთ ჩვენ შიგნით მიმდინარე მოვლენებს. ამისთვის საჭიროა ძალიან მინიმალურ დონეზე მაინც გავიგოთ, როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი, როგორ მუშაობს ჩვენი გონება, როგორ მოქმედებენ ჩვენი ფიქრები, თუ ვაღიარებთ, თუ არ ვაღიარებთ, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ გავეცნოთ სულის არსებობის თეორიებს. ეხლა თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ სული არ არსებობს. ოკეი, მაგრამ რაღაცა არსებობს, ენერგია, რაღაცა.
იმიტომ რომ ჩვენ ცოცხლები ვართ და ეს სიცოცხლე არ არის მხოლოდ ჩვენი სხეული და ტვინი. არის კიდევ რაღაც. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი მაგალითად მე ეხლა ვკითხულობდი იოგა სუტრას და იქ არის ეგეთი რაღაც, ანუ ჩვენ გვაქვს თვალები, ხო? მაგრამ ფიზიკური თვალები საკმარისი არ არის რომ დავინახოთ. იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება გვეძინოს თვალგახელილს, მაგრამ ვერ ვხედავთ. ანუ ფიზიკური თვალი არ არის საკმარისი რომ ჩვენ დავინახოთ. ასევე ტვინიდან წამოსული იმპულსი არის საჭირო, რომ აი ეხლა ჩვენ უნდა დავინახოთ, მაგრამ ეგეც არ არის საკმარისი. ანუ არის რაღაცა კიდე საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ გარესამყარო აღვიქვათ ჩვენი თვალით და სხვა ორგანოებითაც, მაგრამ ხა თვალზე იყო ამ იოგა სუტრაში აქცენტი. ცოტა რთული თემა იყო და ბოლომდე ვერ შემიძლია გადმოცემა, მაგრამ ნებისმიერ რაღაცას რო დავაკვირდეთ ჩვენი ფუნქციონირებისთვის, მარტო სხეული და გონება არ კმარა, რაღაც არის კიდე საჭირო. ამიტომ აი ამ ყველაფერს ცოტა უნდა ჩავუღრმავდეთ. ქართულ YouTube-ზე არის უამრავი მასალა, ხალხო, ანუ უდიდესი ტვინები გვყავს ქვეყანაში და ამ ტვინებმა ბოლო პერიოდში საჯაროდ და უფასოდ დაიწყეს საუბარი. ანუ ეს არის იმხელა რაღაცაა, რომ მე მაგალითად 24/7-ზე გადაბმულად ქართულ პოდკასტებს ვუყურებ. არა მარტო ქართულს, მაგრამ ქართული უფრო მშობლიური როა და უკეთესად ვიცი, უფრო მოდის. ამიტომ არ ვიცი, დრო იქნება ძალიან ძვირფასად დახარჯული, თუ ჩაუჯდებით და ქართულ პოდკასტებს მოვსმენთ, ამაზე ერთი ვიდეოც მაქვს. ეხლა ცოტა რომ ქვემოთ ჩამოვიდეთ და ძალიან პრაქტიკულ დონეზე რაღაცები ვილაპარაკოთ რა. ზოგადად ამ დაკარგულობის პირველი ეტაპი რაც უნდა გავაცნობიეროთ. როდესაც შენში შემოვა ეს განცდა, რომ მე თავს ვგრძნობ დაკარგულად, ესეც უნდა იყოს. იმიტომ რომ დაკარგული ხარ. მეც დაკარგული ვარ, ჩვენ ყველა ვართ დაკარგულები. იმიტომ რომ გონზე არ ვართ აქ საიდან მოვედით, საიდან გავჩნდით. მილიონობით წელია სამყარო არსებობს და როგორ არსებობს კაცმა არ იცის. ანუ დაკარგულობის განცდა არის ბუნებრივი. აბსოლუტურად ბუნებრივი. და თუ ვინმე გეუბნება, რომ მან თავისი თავი იპოვა და ბლა 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 და ბლა ბლა ბლა, აუ კი შეიძლება ვიღაცა ტიბეტში რო ზის და 90 წელია მედიტირებს, შეიძლება სადღაც იპოვა, მაგრამ პრაქტიკულ დონეზე ამ სამყაროში, რომელიც გატენილია თანამედროვე სამყაროს სტრესებით და უბედურებებით, აი ამ პერიოდში დაკარგულობის განცდა არის აბსოლუტურად ბუნებრივი, იმიტომ რომ ჩვენ ყველა აქ დაკარგულები ვართ. ანუ დავიკარგეთ და აქ მოვხვდით და ეხლა აქედან გზა უნდა გავაგნოთ. ამიტომ პირველი რაც უნდა გააცნობიერო ამ მდგომარეობაში არის, რომ ჩვენ ყველა ვართ დაკარგულები. და მგონია, რომ ძალიან დაგეხმარება იმის გაცნობიერება, რომ ყველა ესეა. ანუ ჩვენ კი ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიღაცა ძალიან კარგად ცხოვრობს, ვიღაცა დილის რუტინას გიზიარებს, მემოგზაურობას გიზიარებ და ეს ყველაფერი გაბნევს, იმიტომ რომ ხვდები რომ ვიღაცები ცხოვრებას აგრძელებენ და შენ ხარ დაკარგული. არა, ჩვენ ყველა ვართ დაკარგული. და ამის გაცნობიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი და აი ამ საერთო წერტილის პოვნა ადამიანებში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ყველა უბრალოდ ცდილობს გზა გააგნოს. და ეს მცდელობა არის ცხოვრება. ანუ მთელი ჩვენი ცხოვრება არის მცდელობა იმისა, რომ ჩვენ ვიპოვოთ პასუხი, ჩვენ რაღაცა გზა გავაგნოთ, დაკარგულები რო ვართ, გავიკვლიოთ და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში მე ესე მგონია და მე ესე ვუყურებ და როცა ამ თვალით ვუყურებ ადამიანებს, აი აბსოლუტურად უცხო ადამიანიც ახლა მოგზაურობაში მაგალითად, აი სრულიად განსხვავებული კულტურის ადამიანს რო ვუყურებ, ჩემიანია. იმიტომ რომ ჩვენ რო გვაშორო კულტურა, წარმოშობა, ყველაფერი ვრჩებით ეგ. დაკარგული სულები, რომლებიც მოვიდნენ და ცხოვრება უნდა გამოსცადონ ეხლა. და არიან სრულიად მარტო. ეს არის ძალიან მაგარი რაღაც, ანუ აი ამის გაცნობიერება და მე ცხოვრებაში ამის დანახვა არის ძალიან მაგარი რაღაც. მე მაგალითად ეგრე აღვიქვავ, რომ ცხოვრება არის გამოცდილება და იმისთვის რომ გამოვცადო, უნდა ვიცხოვრო. მე რო დავჯდე, პასუხს დაველოდო, კომფორტის ზონა ვიპოვო და იქ ჩავჯდე, მე ვერ გამოვცდი ცხოვრებას. ამიტომ ცხოვრების გამოცდა არის ამ ტკივილის და ამ დისკომფორტის გადატანაც. გადატანა არა, განცდა ბოლომდე. ანუ
შენ როცა ტკივილში შედიხარ, ორიენტირებული არ უნდა იყო, რომ ეს ტკივილი მალე მოიშორო. ორიენტირებული უნდა იყო, რომ ეს ტკივილი გაატარო. ამიტომ ეს განცდაც დაკარგულობის საკმაოდ ძვირფასი განცდა, იმიტომ რომ თავს გრძნობ ადამიანად. ადამიანობა არის ზუსტად ეს, რომ შენ საიდანღაც ჩამოვარდი აქ დედამიწაზე, სადაც ხედავ რომ ვიღაცები ცხოვრობენ, მაგრამ შენ დაკარგული ხარ, მაგრამ რეალურად ყველა დაკარგული ვართ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემი აზრით რა. და აქ რაც მოვინიშნე უფრო პრაქტიკულ დონეზე, ანუ სულ ვცდილობ რომ ძალიან პრაქტიკული დონით დავიწყო და მაინც სადღაც თეორიაში ვარდები. ნახე, მე მგონია რომ სოციალური ქსელები და არა რა თქმა უნდა სოციალური ქსელები ძალიან ისეთი ახლა ვიღაცამ ჩემი ერთი ვიდეო რო ნახოს როგორ მოგზაურობს სადღაც და ნახევარწუთიანი ვიდეოთი გადაწყვიტოს რომ აი ეხა ამას რა უჭირს ამის პრობლემები მომცა არ გინდათ ჩემი პრობლემები დამიჯერეთ მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ რაღაცებს ვუყურებთ ხოლმე ფასადურად რა არ არის ესე. ანუ რასაც ვუყურებთ, ყველაზე ბედნიერ ადამიანადაც რომ გვეჩვენებოდეს ადამიანი, შეიძლება იყოს კიდეც მე ძალიან ბედნიერი ვარ, ანუ უკიდეგანოდ ბედნიერი ადამიანი ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მე აღარ მტკივა, აღარ განვიცდი, აღარ ნერვიულობ, აღარ მეშინია და ასე შემდეგ. პირიქით. ბედნიერების ერთ-ერთი დეფინიცია ჩემთვის არის ის, რომ მე უნდა ვატარებდე აბსოლუტურად ყველა ემოციას ჯანსაღ დონეზე. შესაბამისად, ანუ ზედაპირული შეფასებები ჩვენ გვაბრკოლებს, რომ ჩვენ თავი შევისწავლოთ. იმიტომ რომ თავიდან როგორც ვახსენე, რომ ერთი გარეთ მიმართული თვალი და ერთი შიგნით გვჭირდება, ჩვენ თუ გადავწყვეტთ, რომ ვიღაცები ესე უბრალოდ ბედნიერდებიან, ჩვენში მიმდინარე უარყოფით პროცესებს ჩვენ ვერ აღვიქვამთ საჭიროდ. იმიტომ რომ თუ სხვა ბედნიერდება ესე და სხვა ფულს შოულობს და სხვა მოგზაურობს, მე ეგრე რატო ვერ უშვები? მე გაქვს ეს განცდა. და ჩვენ თუ შევხედავთ ყველაფერს ესე რომ ყველაფერს აქვს პროცესი, მაშინ ჩვენში მიმდინარე ამ უარყოფით პროცესებსაც აღვიქვამთ პროცესად და არა სტაბილურ მდგომარეობად. ჩვენ რაც გვიშლის ხოლმე ხელს, ეს არის მაგალითად მე აი თანამედროვე სამყარო მოკლედ არის ძალიან კომერციალიზებული, ყველა ვყიდით, ეს ამას არ აღვიქვამ უარყოფითად, არც დადებითად არ აღვიქვამ, ეს არის მოცემულობა და პირობითად ახლა არიან ხოლმე იოგას მაგალითად მასწავლებლები ან ვიღაცები რაღაც გამოღვიძებულს რო უწოდებენ საკუთარ თავს, მე არ მაქვს არანაირი კომპეტენცია ვინმეს გამოღვიძებულობა შევაფასო, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც თავს გამოღვიძებულს ეძახიან და მერე აკრიტიკებენ იმ ადამიანებს, ვინც ან იოგას კურსს ყიდის, ან მედიტაციას ყიდის, ან რაღაცას ყიდის. და იოგა სუტრაშიც მაგალითად ეგ წავიკითხე, რომ ნამდვილი მასწავლებელი იცნობა იმით, რომ ის არ ყიდის. მაგრამ ეს იოგა სუტრა როდის დაიწერა, კაცმა არ იცის, კაცმა კი არა, მე არ ვიცი თორე ზედეწერება ალბათ არ მახსოვს. მაგრამ თანამედროვე სამყარო მოწოდებულია იქით, რომ ყველას გვჭირდება თვითგადარჩენა. ამიტომ ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში და ის ადამიანები კი არ არიან დამნაშავეები, ვინც რაღაცას ყიდიან. არანაირად. ჩვენ უნდა გვქონდეს განვითარებული აქ ისე, რომ ჩვენ შევაფასოთ, რა არის ჯანსაღი და კარგი ჩვენთვის და რა არა. და არ ვიყიდოთ ყველაფერი და არ მოვტყუდოთ ყველაფრით. იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი ყიდის ყველაფერს. ანუ თქვენ ყოველწამიერად ყიდულობთ რაღაცას, ანიხდით ფულს, ანიხდით თქვენს დროს და ენერგიას. ეს არის უმნიშვნელოვანესი. ამას ვერ ხვდებით ხოლმე. შენ რო სოციალურ ქსელს სკროლავ და ვიღაცას უბრალოდ ალაიქებ, ესე არ არის. ყიდი. აი, ის ყიდის და შენ იხდი შენს ენერგიას, შენს ლაიქს, შენს ვიუს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის კომერცია. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიაზრებდეთ ხოლმე, რომ რასაც ვხედავთ სოციალურ ქსელში, ეს ყველაფერი იყიდება. ამიტომ ვიღაც რო რაღაცას მეუბნება ეკრანიდან, რაც არ უნდა დამაჯერებელი იყოს, მე უნდა დავფიქრდე ახლა, ეს ჩემთან რეზონირებს? ანუ მეხება, ჩემთვის კარგია და ეხლა მაგალითად ვისაუბრებ, ჩემთვის რა არის, ჩემთვის პირადად რა არის ძალიან დიდი კომერციული ტყუილები, რომლებსაც ძალიან ისეთი დამაჯერებელი სახით გვეუბნებიან ხოლმე ან სცენიდან, ან ეკრანიდან და ასე შემდეგ. რასაც აქ ასევე დადებითი მხარეც, მაგალითად ეს არის მამოტივირებელი. პირობითად არის ხოლმე ძალიან ხშირად, რომ საუკეთესო დღე რაღაცის დასაწყებად არის დღეს. და მე ეს რაღაცა დამაჯერებელი კაფეო ხმით ადამიანისგან, რომელიც უკვე წარმატებულია და ასე შემდეგ. რატო?
აი რატო არის საუკეთესო დღე რაღაცის დასაწყებად დღეს? აი ხვალ რო დავიწყო, აი დღეს რო დავისვენო, არაფერი ვაკეთო და უბრალოდ რო ვიწვე და ხვალ რო დავიწყო. თავარი ამბავი არის, როდესმე დავიწყოთ. მაგრამ ნახე, როდესაც შენ ხვდება ესეთი ვიდეო და შენ ამ დროს არ აკეთებ დღეს ამ წამს არაფერს. და ამას ასკროლავ, შენ გრჩება უკმაყოფილების განცდა, დანაშაულის შეგრძნება, რომ შენ არ აკეთებ დღეს რაღაცას. დანაშაულის შეგრძნება არის უდიდესი დარტყმა გონებისა და ფსიქიკისთვის და ეს ანადგურებს შენი ენერგიის ძალიან დიდ ნაწილს. ამიტომ როცა რაღაცა ისეთი გხდება, მანდ უნდა იფიქრო ხოლმე, ნახე როგორ უნდა მიუდგერო არ არის აუცილებელი. ან შენთვის კომფორტული მომენტი უნდა იპოვო მანდ რა, იმიტომ რომ მაგალითად ყველა ადამიანისთვის мотиваცია არის განსხვავებული რაღაცები. მაგალითად ვიღაცას мотиваციად ექცევა ვიღაცების უარყოფითი კომენტარები, იმიტომ რომ ვიღაცას აძლევს мотиваციას ის მომენტი, რომ ვიღაცას უნდა რაღაც დაუმტკიცოს. და ადამიანები აი ამ პროცესით აღწევენ წარმატებას. იმისთვის რომ შობელს დაუმტკიცოს, ნათესავს დაუმტკიცოს, ვიღაცას დაუმტკიცოს, აღწევენ ამით წარმატებას. და რაღაცას პოულობენ. არის თუ არა მათი ეხლა ეს მიღწეული ეგ ცალკე საქმე, იმიტომ რომ შე როცა სხვის დასამტკიცებლად აკეთებ დიდი ალბათობით ის არ არის რაც შენ გინდოდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადამიანები აი ამას საწვავად იყენებენ ხოლმე. თუ შეგიმჩნევიათ მაგალითად, რომ სოციალურ ქსელში ვინც უარყოფით კომენტარებს პასუხობს, უფრო მეტ უარყოფით კომენტარს უწერენ. ეს ზუსტად იმიტომ რომ ეს ადამიანი ამ კომენტარებს იყენებს საწვავად. რომ უფრო მეტი გააკეთოს ვიღაცას რაღაც დაუმტკიცოს, ანუ შენი მამოტივირებელი თუ იქნება რომ ვიღაცას რაღაც დაუმტკიცო, აუცილებლად მოვლენ ადამიანები, ვინც გეტყვიან რომ შენ არ გამოგივა, შენ ცუდი ხარ, შენ არასაკმარისი ხარ, იმიტომ რომ შენ ამას აიღებ საწვავად, გამოიყენებ და დაამტკიცებ რო კი. შესაბამისად მე არ უნდა გქონდეს პრეტენზია, რომ აი რატო ხდება ესე ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ ხდება რომ ამას იყენებ, იმიტომ რომ ეს გჭირდება. ხო და აი მაგ მომენტში მე მგონია რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, ან ეს მოკლედ არის ჩემთვის ერთ-ერთი დიდი ტყუილი, რომელსაც გვეუბნებიან ხოლმე, აი სამოტივაციო სპიჩების უმეტესობა ნაწილობრივ არის უარყოფითი, ნაწილობრივ არის დადებითი. შენ როგორ გამოიყენებ? პირველი რაც ჩემი აზრით აი ამ გზის დასაწყისში უნდა გავაცნობიეროთ არის ის, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ამ სამყაროში არის ინდივიდუალური. შენ უნდა იპოვო შენი კომფორტული თეორიები, შეიძლება რაღაც არ იყოს კომფორტული, მაგრამ მიხვდე რომ ესე გჭირდება. მაგრამ ის რაც თავს დამნაშავედ გაგრძნობინებს, ის რაც არის ტოქსიკური შენთვის, უნდა ხვდებოდე რომ თუ ადამიანი ამბობს რომ საუკეთესო დღე რაღაცის დასაწყებად არის დღეს, ეს არის მისთვის კომფორტული თეორია. მისთვის კომფორტული პრაქტიკა. შესაბამისად, შენთვის თუ არ არის კომფორტული, ეს არ ნიშნავს რომ შენ არაფერს არ მიგიღწევია თუ დღეს არ დაიწყე. აი ამის გაცნობიერება ჩემი აზრით არის უმნიშვნელოვანესი, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი კომფორტული თეორია, ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალური ტემპი, ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალური დრო. აი ხა მაგალითად მე რომ მოგზაურობა დავიწყე შარშან და პირველი საზღვრის კვეთა რომ მქონდა 27 წლის ასაკში, ვიღაცები 18 წლის ასაკიდან მოგზაურობენ. აქ ხალხი მხვდება 23 წლის ასაკში 40 ქვეყანა აქვთ შემოვლილი. და მე რა ვქნა ახლა დავისტრესო ამის გამო, რომ აი მე ის როგორ ვერ გავაკეთე აქამდე. იმიტომ რომ მე ჩემი მონაცემები მქონდა, მე ჩემი დაბრკოლებები მქონდა, იმას თავისი დაბრკოლებები მქონდა. შეიძლება ესე არ შეიძლება შედარება, მაგრამ შეიძლება იმას, რავი, სახლიდან წამოსვლა მოუწია და იძულებული გახდა, რომ დაეწყო რაღაცა. ან ის რა დისკომფორტს თანხმდება, მე ხო არ ვიცი. ან შეიძლება 40 ქვეყანა ისე შემოიარა, რომ ერთხელ არ ძინებია ესეთ ოთახში, როგორშიც ახლა მე ვარ. და მე რო დავიწყე მოგზაურობა, მაქვს იმისი ტაკუნები, რომ ესეთ ოთახში დავრჩე, რომელიც ნუ რავი $20 გადავიხადე მგონი თუ რაღაც. მაგრამ ნახე, როდესაც შენ შესაძლებლო შენს მოცემულობას ადარებს ხვის მოცემულობას, ეს არის უდიდესი აბსურდი. აი იმ ხელა აბსურდია, რომ
ადრე ამას რო ვაკეთებდი და ეხლა ამ გადმოსახედიდან ვუყურებ, რა მხელა სიგიჟე ამის გაკეთება, რომ მე ჩემ თავს ვადარებ ვიღაცას, ვისაც კაცმა არ იცის რა მოცემულობა ქონდა, შეიძლება ჩემზე უკეთესი, ჩემზე არ აქვს მნიშვნელობა, უკეთესზე და უარესზე კი არ არის, აქ არის განსხვავებულზე ამბავი. ნახე, მე რო ეხლა ვიღაცა მომედაროს და თქვას, რომ ანა ისეთი დამოუკიდებელია, მე ეს დამოუკიდებლობა ვერასდროს ვერ შევძელი, მე მომიწია, იმიტომ რომ ვერავინ ჩემ გარშემო ვერ მთავაზობდა იმას, რომ მე მომივლიდა. მე 17 წლის ასაკში მუშაობა მარტო იმიტომ კი არ დავიწყე, რომ მე ხალისებოდა, იმიტომ დავიწყე, რომ სხვა გზა არ მქონდა. მე მარტო ცხოვრება იმიტომ მომიწია, რომ შემფარებელი არავინ არ მყავდა. შესაბამისად, ეხლა ამ მოცემულობაში, რომ ვიღაცამ თქვას, რომ ანას როგორ გაუმართლა, რა გამიმართლა, ქალო, მართლა და მართლა. მე კი ვფიქრობ, რომ ყველაფერში ძალიან გამიმართლა და ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ, მაგრამ ესე არ მეგონა, როცა ეს პროცესები მიმდინარეობდა. შესაბამისად, პირველი შეცდომა, რასაც ვუშვებთ ხოლმე და იმიტომ გვეკარგება მერე ჩვენი გზა, რომ ჩვენს გზას არ ვუყურებთ სხვების გზას. მე თუ მინდა მოგზაურობა, მაშინ ის რომ მოგზაურობს და მე ვერ მოგზაურობ, ესე იგი მე საერთოდ ვეღარ შევძელ. აბსურდში გადადის ხოლმე რა. ეს არის კარგი რაღაცა ვთქვი. ჩვენს გზას ვკარგავთ იმიტომ, რომ ჩვენს გზას კი არა, სხვების გზას ვუყურებთ. და ეს სხვების გზა არის ჩვენთვის არის შეუცნობელი. იმიტომ რომ მე არ ვიცი ამ ადამიანმა რა გზა გაიარა. მე არ ვიცი მას რა წინაპირობა ქონდა, რომ რაღაცამდე მისულიყო. პირობითად ეხლა მე რო ავდგე და რო შევედარო ვიღაცას, რომ ის გოგო ვიღაცა დღეში 6 კვირაში 6 დღე ვარჯიშობს და რა მაგარია და მე ალბათ მაგას რო ვერ ვაკეთებ, შეიძლება მაგიტომაც არ ვარ უკეთეს ფორმაში, მაგრამ სისულელეა, ხო? ჯერ ერთი იმას განსხვავებული ფიზიკური მონაცემები აქვს. მე ხერხემლის მალები მქონდა ამოვარდნილი ბავშვობაში. ხერხემლის გამრუდება მაქვს. ჩემი მენსტრუაციული ფაზა ისეთია, რომ 3 დღე გვამივარ ჩვეულებრივი, რანაირად ვივარჯიშებ. მერე რაღაცა ჩემი ციკლის ფაზები შეიძლება უფრო ემოციურია. PMS-ი მეწყება მენსტრუაციამდე 10 დღით ადრე და 10 დღის განმავლობაში ის რა ქვია, რაღაც საშინელი მენტალიტეტით და არავის უყვარვარ და რა ვარჯიში ქალო საერთოდ. ხო და შესაბამისად, ხო აბსურდია, რომ მე ვიღაცას შევედარო, ვისაც შეიძლება შედარებით მარტივი PMS-ი აქვს, მენსტრუაციის დროს ტკივილები არ აქვს და ვარჯიშობს უფრო მეტს. მგონია, რომ ეს ნაწილი არის უმნიშვნელოვანესი, რომ გავაცნობიეროთ, რომ მოცემულობები ყველაფერი არის ძალიან ინდივიდუალური და სხვების გზას არ უნდა ვუყუროთ. შიგნით უნდა ვიყუროთ. რაც შეეხება უშუალოდ თვითგანვითარების გზის დასაწყისს, მე მგონია, რომ თუ თავს გრძნობ დაკარგულად და გიჩნდება კითხვები, უკვე დასაწყისია და მთავარი არის, რომ ძალიან არ გაიჭედო იმ პროცესში, რომ დაიწყო პასუხების მოძებნა. პირველ რიგში არის ესე, რომ არ არსებობს შეუძლებელია და გამორიცხულია ჩემი რწმენით, რომ ადამიანმა დასვა კითხვა და პასუხი ვერ მიიღო. მთავარი არის, რომ პასუხების წაკითხვა ვისწავლოთ, პასუხების მიღება ვისწავლოთ და დავაკვირდეთ მაგალითად, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება არის მანიფესტაცია, რასაც ვფიქრობთ და ვლაპარაკობთ, ეგ არის გარშემო. ჩვენი ეს რაღაცა ველი ენერგეტიკული, ხო? მე თუ ვამბობ, რომ არავის არ ვუყვარვარ. შესაბამისად, ხო? მაგალითად, მე მთელი ბავშვობა ხუმრობდი ხოლმე ჩემს ცხვირზე. იმიტომ რომ დიდი ცხვირი მაქვს. ეხლა არ ვიცი, მაგრამ ბავშვობაში ესე მეგონა. დიდი ცხვირი მაქვს, თელ ჩემ ოჯახს დიდი ცხვირი გვაქვს, რა ვიცი. ხო და ხوار გამეთიშა. არა. თელ ჩემ ოჯახს დიდი ცხვირი გვაქვს და მთელი ბავშვობა ყველა მიღადავებოდა დიდ ცხვირზე. როგორც კი მე შევწყვიტე ჩემს ცხვირზე აქცენტი, ყველამ შეწყვიტა ჩემს ცხვირზე აქცენტი. და ეს გავიაზრე ამას წინათ, დავფიქრდი, რომ არავის აღარ უხუმრია ჩემს ცხვირზე. იმიტომ რომ მე თვითონ
აღარ ვაქცევდი ყურადღებას ამ ფაქტს, იმიტომ რომ ჯერ იმიტომ რომ იმდენი იღადავეს, რომ ახალს მაინც ვერავინ ვერაფერს ვერ მოიფიქრებდა. მეც ვეღარ ვფიქრობდი ვერაფერს ახალს ჩემს ხვირზე და შესაბამისად ეს თემა უბრალოდ ჩაიხურა. ზუსტად ესე მგონია, რომ აი ნახე თვით განვითარების დასაწყისი უნდა იყოს ის, რომ პირველ რიგში გავიაზროთ, რომ დასაწყისში ვართ. თუ კითხვა გამიჩნდა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი თვალები ჯანდაბაში იყურება, იმიტომ რომ ჩემს თავს ველაპარაკები და აქ არის კამერა. მაგრამ იმედია უბრალოდ მოусმენთ ამ ყველაფერს. ხო, თუ კითხვები მიჩნდება, მე უკვე ვარ დასაწყისში. ამიტომ პროცესი არის დაწყებული. მთავარი არის, რომ პროცესი არ გავაჩერო. აი ეს არის უმნიშვნელოვანესი. ამიტომ, როცა მეკითხებიან ხოლმე მაგალითად, რომ აი შენ როგორ დაიწყე, აი როგორ დავიწყო, კი არ უნდა დაიწყო. ეს დაწყებულია. მთავარია არ გააჩერო და მიეშველო. მიეშველო იმით, რომ პირველ რიგში დასვა უფრო მეტი კითხვა. და ეცადო წაიკითხო პასუხები. პასუხების წაკითხვაში ვგულისხმობ მაგალითად იმას, რომ მე თუ რაღაცა მინდა, აი მქონდა ეგეთი შემთხვევა მაგალითად, რომ როდის იყო შარშანი იყო თუ ამ შემოდგომით, მოკლედ არ მახსოვს, დაახლოებით ამ შემოდგომით, იყო ეგეთი პროცესი, რომ რაღაცა დაახლოებით 1 თვის განმავლობაში ვამბობდი, რომ როგორ მჭირდება სოციალური ქსელებისგან დეტოქსი და აი რა კარგი იქნებოდა, რომ ყველაფერი გამეუქმებინა, მაგრამ ნუ მუშაობა აქვს და რა გავაკეთო, ვერ ვაუქმებ. და ეს იმდენჯერ ვიმეორე, რომ დაახლოებით 1 თვის მერე 1 კვირის ვადაში ყველა პროექტი დავკარგე. 5 პროექტი მქონდა, ერთს ფინანსური პრობლემები შეექმნა, მეორეზე შედეგი შეგვიწყდა და ვეღარ გავაგრძელეთ და ასე შემდეგ. ან 5 პროექტი გამიჩერდა. და ნახე, აქ არის ორი გზა. პირველი, მე ჩავარდე დეპრესიაში, რომ სამსახურები დავკარგე. ეხლა всё, ყველაფერი მორჩა. ღმერთო, ეს რატო გამიკეთე? ან ვთქვა, რომ ამას ვამანიფესტირებდი. იმიტომ რომ ვამბობდი, რომ მინდა სოციალური ქსელების გაუქმება, მაგრამ მაგ სამსახური. სამყარო მითხრა, ოკეი, მე მოგაშორებ პრობლემას. იმიტომ რომ მე მაშინ სამსახურის არსებობა დავსახე პრობლემად. და სამყარო ადგა და ჩემი პრობლემა მომაშორა. მადლობა. ნახე, ანუ პერსპექტივაა. შენ როგორ უყურებ რაღაცას და როგორ კითხულობ მიღებულ პასუხებს. იმიტომ რომ სამყარო ძირითადად გექცევა ისე, როგორც შენ გინდა, როგორც შენ უკვეთავ. ამისთვის, აი ამ პროცესების გასაგებად ძალიან კარგი წიგნი არის რეალობის ტრანსერფინგი, თუ კი ვინმე მიყვარს, თუ კი ვინმესთვის კარგის გაკეთება მინდა. ყველას ვურჩევ ხოლმე ამ წიგნს და სულ ვაზიარებ ხოლმე Instagram-ზე სტორებში, მაგ ჰაილაითი გირჩევ, სადაც მაგ ყველაფერი თუ კი ვინმეს რამეს ვურჩევ. მაგრამ აი ეს პროცესებად რომ მიუყვეთ მაგალითად მეორე ნაბიჯი, პირველი რაც ვთქვით, აი ყველაფრის გაცნობიერება, რომ ყველაფერი არის ინდივიდუალური პროცესი. მეორე არის ის ამბავი, რომ მიხვდე, რომ შენ თუ კითხვები გაგიჩნდა, ესე იგი პროცესი დაწყებულია, მთავარია რომ პროცესი არ გააჩერო. პროცესის გაჩერებას ვეძახი იმას, რომ მე უბრალოდ ჩავკეტო აი ეს ცვლილების სურვილი და ვეცადო მოვერგო ისევ რაღაცა გარე ფაქტორებს და გარე სამყაროს, ხო? შესაბამისად, აი თუ მე უფრო ჩავაჭერ, უფრო მეტ კითხვას დავსვამ, უფრო მეტი პასუხის მიღებას შევეცდები, მაშინ უკვე დაიწყება პროცესები. თავიდან ეს ყველაფერი არის არეული. აი რაღაცა, როდესაც მე მაგალითად ძალიან უცებ ჩავეშვი, ძალიან დიდი ხანი მიდიოდა ჩემში ეს პროცესი, ძალიან დიდი ხანი. აი ფაქტობრივად ბავშვობიდან რა, ამას ეძახიან ხოლმე, აი გმირის მოგზაურობა, რაც არის ყველა ადამიანს, ხა მე ის კი არა ვარ რაღაცა გმირი. ყველა გმირები ვართ და ეს რაღაცა მითოლოგიურად არის ხოლმე გმირის მოგზაურობა და ყველა გმირს, ან ყველა ადამიანს ცხოვრებაში ეძლევა რაღაცა ძახილი, რომელიც რაღაცას მიუთითებს, რომ აი
წავიდეს, როგორც არის ზღაპრებში, რომ გმირი გადის სახლიდან, მოგზაურობს, იზრდება და მერე ბრუნდება. როგორც არის, რა ვიცი, მაშინ რა ქვია, სამოსელი პირველის მთელი სიუჟეტი ეგ არის, ბიბლიური უძღებიშვილის დაბრუნება მთლიანად ეგ არის, ნებისმიერი ზღაპარი არის ეგ, ნებისმიერი ზღაპარი, ჰოლივუდური ფილმები, ანუ რეალურად ეს არის ადამიანის ცხოვრების სცენარი რა და შენ როცა ამ სცენარს იგებ, შენ ხვდები შენი ცხოვრების რა პროცესი, რა სცენარს შეესაბამება სამყაროში. ძალიან კარგი ლექციები აქვს ხოლმე ამასთან დაკავშირებით ხათუნა თავდგირიძეს. თუ სადმე შეგხვდებათ მისი ლექცია, მისი საუბარი არის ქალების პოდკასტშიც საუბრობდა ერთხელ მგონი, არ ვიცი რომელიღაცა პოდკასტებში კიდე იყო და ასევე თვითონ ატარებს ხოლმე Zoom შეხვედრებს. თუ სადმე შეგხვდებათ მისი Zoom შეხვედრის ანონსი, რომ უნდა ისაუბროს გმირის მოგზაურებაზე, დაესწარით, პირს დააღებთ, ტვინი აგიფეთ ხდებათ, ბოლს გამოუშვებთ ყურებიდან. ხო და მე როცა ამ ადამიანს უსმენდი, მაშინ გავიაზრე, დაახლოებით 2 წლის წინ დავესწარი მის ლექციას, მაშინ გავიაზრე, რომ აი ეს ძახილი, რაც ჩემ ცხოვრებაში გაჩნდა, იყო ბავშვობაში, ძალიან პატარა ასაკში, გამიჩნდა ფიქრი ტვინში და უბრალოდ მეორდებოდა ეს ფიქრი და სხვათა შორის დღიურებშიც ვწერდი ხოლმე, რომ კარგი ცხოვრება არსებობს, უბრალოდ ჯერ მე არ მაქვს. წარმოდგენა არ მქონდა ვიზუალურად რა იყო ეს კარგი ცხოვრება. იმიტომ რომ მე კარგი ცხოვრება ბავშვობაში ნანახი არ მქონდა. ანუ მე რო ვამბობ რომ მე მიჭირდა და ისა და ის მარტო მე კი არ მიჭირდა, ანუ ყველას გვიჭირდა, რავი, ფული და მდიდარი ადამიანი ნანახი არ მყავდა. და ვიღაცა მე მოზარდობაში რომ ვიღაცა ვნახე ნათლია ჩემი მაგალითად ძალიან გვეხმარებოდა ხოლმე ყოველთვის, იმიტომ რომ ჩვენზე შედარებით შეძლებული იყო და ერთხელ სკოლის ასაკში ვიყავი და ნათლიამ ჩამომიყვანა თბილისში, უნდა იყიდა ჩემთვის სკოლისთვის ტანსაცმელი რა სასექტემბროდ და რაღაცები მიყიდა და ბანკომატიდან დავინახე როგორ გამოიტანა 300 ლარი ალბათ თუ 200 ლარი და მე ვიყავი გაოგნებული რომ ღმერთო რამდენი ფული აქვს. ანუ ეგ სოციუმში გავიზარდე, ხო? შესაბამისად წარმოდგენა არ მქონდა ვიზუალურად ბავშვობაში რა იყო ეს კარგი ცხოვრება, მაგრამ სულ მქონდა ეგ ჩემ ტვინში, აი ხმასავით ისმოდა რომ კარგი ცხოვრება არსებობს, უბრალოდ ჯერ არ მაქვს. და ჩემი მთელი მოძრაობის мотиваცია იყო აი ეგ ჯერ რო არ მაქვს და უნდა მქონდეს, აი მანდ წასვლა. შესაბამისად, ყველაფერმა გარშემო ხელი შემიწყო იმან, რომ არავის არ ქონდა შესაძლებლობა, დედაჩემს არ ქონდა შესაძლებლობა, რომ მე სოფელში ვერჩინე და შესაბამისად მომიწია, რომ წამოსულიყავი და რაღაც მექნა, მოკლედ. ეხლა ჩემ ინდივიდუალურ ისტორიას ამ ნაწილში აზრი არ აქვს. უბრალოდ ვამბობ იმას, რომ აი ეს ნაწილი, რომ შენში რაღაცა მიგიზიდავს, ანუ რაღაცა იწყება პროცესი, იკარგები, ანუ სულ დაკარგული იყავი, უბრალოდ რაღაც მომენტში გირტყამს, რომ დაკარგული ვარ. რაღაცა პროცესი იწყება. ამიტომ ამას ხელი არ უნდა შეუშალო. ამ პროცესს უნდა მიეშველო. და მე მგონია, რომ აი მიშველების ერთ-ერთი კარგი გააზრება, რაც მე მაგალითად ძალიან მეხმარება და დამეხმარა, არის ის, რომ ჩვენ მოვედით იმისთვის, რომ გამოვცადოთ ადამიანად ყოფნა. შენ ახლა აღიარებ სულის არსებობას, არ აღიარებ, მე ყოველ შემთხვევაში ჩემთვის კომფორტული თეორია აღმოჩნდა ეგ, რომ მე ვარ სული რაღაცა, რომელიც, რავი, შეიძლება ადრე ცხოვრებები ქონდა რაღაცა, ჭირდებოდა ეს გამოცდილება, რომ ამ ცხოვრებაში, ამ სხეულში, ამ ქვეყანაში ჩამოსულიყო და თავისი სრულყოფილებამდე მისასვლელი გზა არის. შეიძლება ჩემში მიაღწიოს ამ სრულყოფილებას, ან ჩემ მერეც იცხოვროს, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა. ამ წამს ჩემი არსებობა არის ჩემი სულისთვის გამოცდილება. ამიტომ მე აქ ვარსებობ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მე უნდა გამოვცადო. მე უნდა გამოვცადო ტკივილი, ბედნიერება, მოგზაურობა, დაშორება, სიყვარული, სექსი, ჭამა, დიეტა, უნდა გამოვცადო ცხოვრება ყველა თავისი ასპექტებით. რაც არის ცხოვრების ასპექტები. ადამიანად ყოფნა უნდა გამოვცადო. ადამიანად ყოფნის ყველა ნაწილი მე უნდა შემშურდეს. მე უნდა ვიყო ბოროტიც. არ უნდა გავიჭედო არც ერთ ამბავში და
ჩემი პოზიცია უნდა იყოს, რომ აი მე ვარ და აი ამ ყველაფერს გამოვცდი. და არ უნდა ვებრძოლო ჩემში ადამიანობას. ჩემი აზრით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც, იმიტომ რომ ვებრძვით ხოლმე ჩვენში ადამიანობას. რატო ვარ ცუდად, რატომ შურს, ბოროტი ვარ, თუ ვიღაცაზე ცუდი გავიფიქრე, ბოროტი ვარ, თუ რაღაცა მოხდა ესეთი ვარ, თუ რაღაცა მოხდა ისეთი ვარ, ცუდი ადამიანი ვარ, ცუდი მეგობარი ვარ, რო ვიჭორავე ცუდი ვარ. თავარი არის, რომ ჩემი აზრით, თავარი არის, რომ არ დავრჩეთ რაღაც ერთცალ როლში და არ ჩავაჭიროთ იმას და რადიკალიზმში არ გადავარდეთ, თორე იმიტომ გშურს, რომ ადამიანი ხარ. იმიტომ გაიფიქრე ვიღაცაზე ცუდი, რომ ადამიანი ხარ. და როცა შენ ამ ყველაფერს უყურებ როგორც გამოცდილებას, შენ არც ერთ როლში აღარ იჭედები. ოკეი, ანუ შემშურდა, გამოვცადე ეს ემოცია, გავიარეთ. კი არ დავრჩი წლობით სხვების შურში. ოკეი, გავიფიქრე ნეტა პუტინი როდის მოკვდება, გავიარე. ეს არ ნიშნავს, რომ მე მკვლელი ვარ. ეს არ ნიშნავს, რომ მე შურიანი არსება ვარ. თუ ვიღაცა დავინახე, რომ ლამაზია, ვაიმე მე რატო არ ლამაზი. გამოვცადე, გავიარე. ანუ ყველაფერი არის ეს გამოვცადე, გავიარე. და რეალურად რა ვიცხოვრებაც ერთი ბეწო არა, 29 წლის როგორ გავხდი ვერ ვიაზრებ და ისე გავხდები რამდენისაც გავხდები, როცა იქნება ჩემი ბოლო კაც მარიცის. შესაბამისად, ან მგონია, რომ აი ამ თვითძიების და თვითგანვითარების პროცესს ძალიან დავეხმარებით, თუ არ გავაჩერებთ და გავიაზრებთ, რომ ეს არის გამოცდილება. ანუ სოციუმმა შექმნა მთლიანად სტანდარტები, ხო, რომ შენ აი ამ ასაკში ზრდასრული ხარ, რავი, 18 წლის ასაკში არ ვარ ზრდასრული. ადამიანი მენტალურ ზრდასრულობას აღწევს სადღაც 40 წლის ასაკში. 18 წლის ასაკში ვერ გეცოდინება მთელი ცხოვრება რა გინდა. კი, ვიღაცებმა იციან, იმიტომ რომ ვიღაცები გენიოსები არიან, ვიღაცები ვუნდერკინდები არიან, ვიღაცამ თავისი ცხოვრების მისია თავიდანვე იპოვა და ასე შემდეგ, მაგრამ ყველა ესე არ არის. ყველა არ არის დაბადებული, რომ აღმოაჩინოს მეცნიერული რაღაცეები. ყველა არ იბადება იმისთვის, რომ იყოს აინშტაინი, ყველა არ იბადება იმისთვის, რომ იყოს მოცარტი. არანაირად. ყველა არ იბადება იმისთვის, რომ აკადემიური ხარისხი ქონდეს დოქტორის. ყველა ადამიანს აქვს თავისი ინდივიდუალური როლი ამ სამყაროში. მე ვფიქრობ, რომ ჩემი როლი არის გაზიარება. და როცა ვფიქრობ, რომ ჩემი როლი არის გაზიარება და ამას რომ ვაკვირდები, ანუ ვხვდები, რომ მე ამისთვის ნიჭი მომეცა. ლაპარაკის. რაც რავი, კი, ნიჭია, რატო არა, ყველას კი არ შეუძლია. მაგრამ მე ეხლა რომ დამაყენო 100 წელი ნორმალურად ვერ ვიმღერებ. მე რომ დამაყენო ვერ ვისწავლი უნივერსიტეტში. იმიტომ რომ ძალიან ხმამაღლაც ემინებს ეს ხალხი. ვერ ვისწავლი უნივერსიტეტში, იმიტომ რომ სწავლა არ შემიძლია. სწავლა არის ჩემი ჯოჯოხეთი. და 12 წელი გამოვიარე კიდეც. მე არ შემიძლია მეცადინეობა. ანუ დებილი კი არ ვარ. ამის გამო. შენ თუ არ შეგიძლია რაღაცის კეთება, ეს არ ნიშნავს, რომ შე რაღაცა უნარები არ აგაქვს. გაქვს უნარები. უბრალოდ უნდა მიხვდე ეს რა უნარებია და იმისთვის რომ მიხვდე, კი არ უნდა იჯდე და იფიქრო ნეტა რა არის ჩემი მისია. უნდა ცადო ბევრი რაღაცა. და როცა ბევრ რაღაცას ცდილობ, მე მაგალითად უნივერსიტეტში რომ ვერ ვისწავლე, მეგონა რომ ვიყავი დებილი. მე რა ვიფიქრე რომ მოდი ანა ეს 2015 წელს მე რა ვიფიქრე რომ მოდი ანა ერთი გამოცდა მაინც ჩააბარე შუალედური, იმიტომ რომ გონით ესეუს ისტორიაში ყველაზე მეტი შეტენილი საგანი მაქვს 25 ალბათ. იმიტომ რომ 2 წელი ვირჩევდი ამ საგნებს და ვიტენიდი. და ნუ მე ერთი საგანი რომ სამჯერ შევიტანე, მანდ უკვე სრულდება რა. და მე რა ვთქვი რომ გადავამოწმებ იქნება რომ არ ვარ დებილი და გავედი შუალედურ გამოცდაზე და შუალედური გამოცდა იყო არ მახსოვს რისი აკადემიური წერის თუ რაღაცის ავიღე 20-დან 20 ქულა და ოკეი მეთქი კაი დებილი არ ახარ მაგრამ რა გჭირს რატო ვერ სწავლობ ვერ ვხვდებოდი რატო ვერ ვსწავლობდი საუბარი არის უკვე როცა ვიყავი
19 წლის, იმიტომ რომ მე პირველად 2014 წელს გავედი ეროვნულზე და ვერ მოვხვდი, ქულები მქონდა ზღვარს გადაცილებული, მაგრამ ვერ მოვხვდი უნივერსიტეტში, იმიტომ რომ თესეულ და ილია მეწერა მარტო. ქულები არ მეყო. მეორე წელს ჩავაბარე გრანტით 50%-იანით და მალევე მივატოვე უნივერსიტეტი, ანუ ფაქტობრივად არაფერი არ მისწავლია, იმიტომ რომ იყო ჩემთვის დიდი იმედგაცრუება, ვერ ვსწავლობდი, თან მუშაობდი მთელი დღე და მოკლედ. მთელი პრობლემები. მე 2020 წელს გადავწყვიტე, რომ მოდი კიდე ერთხელ ჩავაბარე უნივერსიტეტში. იქნებ ეხლა მაინც ისწავლო, იმიტომ რომ ჯერ კიდე 2020 წელს მეგონა რომ ცოტა მიუხედავად იმისა, რომ პროფესიას უკვე ვიწყებდი. ჩავაბარე უნივერსიტეტში, კატასტროფა, ილიას ჩავაბარე ხელოვნება და მეცნიერებაზე, მინდოდა ფსიქოლოგიის მიმართულებით წასვლა. ანუ კატასტროფა, მე რო დავიწყე ფსიქოლოგია, ძალიან მომწონდა, ძალიან კარგი იყო, საინტერესო იყო, მაგრამ რო წარმოვიდგინე, რომ 4 წელი, მინიმუმ 4 წელი რაღაც უნდა ვისწავლო და მე კიდე 2 წელი იმისთვის, რომ ადამიანთან დავჯდე და ველაპარაკო, სული ლამის ამომხდა. მაგრამ თან პარალელურად მან მე რაღაც ადმინისტრაციასთან ცოტა კამათი მომივიდა და მივხვდი, რომ აკადემიური სფერო ჩემი არ არის. მე არ შემიძლია ვიმეცადინო იმისთვის, რომ რაღაც ვიცოდე. მაგრამ მივხვდი და ამ პროცესში, ანუ წარმოიდგინეთ, რამდენი წელი დამჭირდა, რამდენი მცდელობა და რამდენი გაფიქრება, რომ მე დებილი ვარ და ვერ ვსწავლობ მაგიტო, რამდენი ადამიანებს ვუყურებდი და კარგად სწავლობდნენ და კარგად იცოდნენ და რამდენი ვისტრესე წლების განმავლობაში, წარმოიდგინეთ და ბოლოს ამ მცდელობებმა მილიონ სფეროში და მილიონ პრობლემაში და მილიონ სტრესში და მილიონ თავდაუჯერებლობაში ბოლოს მივხვდი, რომ ეს არ არის ჩემი სწავლის მეთოდი და მე ვსწავლობ პრაქტიკაში. და მე რომ მთელი ცხოვრება მინდოდა მასწავლებლობა და ცოდნის გაცემა და სხვებისთვის გაზიარება და ფილოლოგიაზე რო ვერ ვისწავლე თავიდან ფილოლოგიას ჩავაბარე, რო ვერ ვისწავლე, ვთქვი, რომ აი მთელი ჩემი ცხოვრება დაემხო, იმიტომ რომ მე ვერასდროს მასწავლებელი ვერ გავხდები, რადგან უნივერსიტეტში არ მისწავლია. ძალიან მალე და ძალიან ავტომატურად და მართლა ავტომატურად შეიქმნა ჩემი კურსი და აგერ საქართველოში არსებობს 300 ადამიანი, რომელსაც რაღაცა ვასწავლე. რაღაცნაირად, ხო? ანუ ამ პროცესის მთავარი ამბავი იყო ის, რომ ვერ ვჩერდებოდი და ვცდილობდი რაღაცას კეთებას. მაგალითად ბავშვობაში დედა ჩემი მეუბნებოდა, რომ შენი იმდენი რაღაც გინდა, ბოლოს ვერაფერი ვერ გამოხვალო და ეგრე აგიხდათ ყველაფერი, იმიტომ რომ არანაირი რეგალია არა მაქვს, ანუ რომ მოგზაური ვარ მეთქი ვამბობ, მაგრამ ვაკეთებ მილიონ რაღაცას, ხო? და ეს არის ჩემთვის ცოდნის მიღების გზა. კომუნიკაცია, სწავლება, პრაქტიკა, ჩემი პროფესია ჩემთვის კარგი არის, იმიტომ რომ პრაქტიკაში უნდა ისწავლო, სხვა გზა არ აქვს, ანუ სწავლა-მუშაობის კოლაბორაცია არის მთელი ციფრული მარკეტინგი. ხო და აი ამ ჩემი ნაწილის ჩართულობით იმის თქმა მინდოდა, რომ რეალურად აი ეს ნაწილი, რომ უნდა ეცადო რაღაცებს, რომ იპოვო შენ მართლა რა მოგწონს და კი არ უნდა უყურო სხვას, რომ ის კარგად სწავლობს და ის შესაძლებლობები არის განსხვავებული. შენ ინფორმაციის მიღების ინდივიდუალური მეთოდი გაქვს. ვიღაცა რომ ბევრ წიგნს კითხულობს, შენზე უკეთესი არ არის. უბრალოდ შენზე მეტი წიგნი აქვს წაკითხული. ვიღაცამ რომ უნივერსიტეტი დაამთავრა, შენზე უკეთესი არ არის. თუ შენ უნივერსიტეტი დაამთავრე, ჩემზე უკეთესი არ ახარ. თუ ვიღაცას აქვს დოქტორის ხარისხი, შენზე უკეთესი არ არის. უბრალოდ ის არის დოქტორი. That's it. ანუ ჩვენ რეალურად, როდესაც ვამბობთ ხოლმე, რომ ვიღაცაზე უკეთესი არის. ვიღაცაზე უკეთესი, პირიქით ვამბობთ ხოლმე, რომ არავინ არავისზე უკეთესი არ არის. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი რას გულისხმობთ. მე შეიძლება ვიყო შენზე კარგი საჯაროდ მოსაუბრე. და ეს არის ფაქტი. იმიტომ რომ მე შეიძლება შენზე უკეთ ვსაუბრობ საჯარო სივრცეში. მაგრამ მე რომ საჯარო სივრცეში ვსაუბრობ, შენზე უკეთესი არა ვარ. ფაქტის გამო. ანუ მე შეიძლება ვიყო შენზე კარგი
მათემატიკაში. მაგრამ მე რომ მათემატიკაში შენზე კარგი ვარ, შენზე კარგი ადამიანი კი არ ვარ. და თუ ვადარებთ მცირე რაღაცაებით, ამით იმის თქმა მინდა, რომ საკუთარი თავის შედარება ადამიანებთან არის სისულელე. იმიტომ რომ ისევ თავში ვბრუნდებით, რომ ყველაფერი არის ძალიან ინდივიდუალური. და როცა შეწყვეტ იმას, რომ რაღაცა აიღო სტანდარტად, ნებისმიერი სოციალური სტანდარტი, მაგ დროს კარგავს ზუსტად შენ თავს. იმიტომ რომ ეს სოციალური სტანდარტი ვერ იქნება ყველასთვის. სოციალური სტანდარტია, რომ უნივერსიტეტში ჩაბარებისას უნდა იცოდე მთელი ცხოვრება რის იკეთება გინდა. რამხელა ბულშიტი არის, ხვდებით? უნივერსიტეტში ჩაბარებისას ადამიანმა ისიც კი არ იცის, რა პროფესიები არსებობს. რანაირად უნდა მიხვდე, რა არის შენი ის სფერო, რომლის კეთებას მთელი ცხოვრება გინდა. ეს ხო არის უდიდესი აბსურდი. როგორ შეიძლება ამ სტანდარტს მოერგო? შენ თუ გადაწყვეტილი გაქვს მთელი ცხოვრება, მაგალითად, შენ გინდა რომ გამოხვიდე ექიმი და მთელი შენი არსებით გინდა რომ გამოხვიდე ექიმი, შენ საერთოდ არ გჭირდება იცოდე სხვა რა პროფესიები არსებობს. აირჩევ ამას 17 წლის ასაკშიც და 27 წლის ასაკშიც. მაგრამ თუ არჩევანზეა საუბარი, რომ დგახარ უკვე იმ რაღაცა რეგისტრაციის ველზე ეროვნულების და უნდა აირჩიო რაზე გინდა მთელი ცხოვრება ისწავლო და აკეთო. Bullshit. ხო? ამიტომ ჩვენ როცა ვცდილობთ რომ მოვერგოთ დაწესებულ სტანდარტს, მანდ უნდა ვიაზრებდეთ, მე შეიძლება მოვერგო დაწესებულ სტანდარტს, მაგრამ უნდა ვიაზრებდე რომ ეს არის სტანდარტი, მე ამას ვერგები და ეს არ ვარ მე. მაგალითად, მე ძალიან სიამოვნებს ტრადიციების და რელიგიების პატივისცემა. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და აქ მაგალითად სადმე ტაძარში რომ შევდივარ, ვიცი რომ უნდა შევიდე ფეხში შველი, უნდა მეცვას დახურულად და ამას ვაკეთებ უდიდესი სიამოვნებით. მე ამ მომენტში ჩემ თავს არ უკარგავ. მე ვერგები იმას, რაც სტანდარტია, მაგრამ ჩემ თავს არ უკარგავ. იმიტომ რომ ის ჩემთვის კი არ არის სტანდარტი. და კი არ მგონია რომ უეჭველი ეს სწორია. არა, ეს არის იმ მოცემულობის სტანდარტი და მე სიამოვნებს როცა ამას პატივს ვცემ. ესე ხო არ შევდივარ არსად. შესაბამისად, მაგ მომენტში უნდა ვიაზრებდეთ ხოლმე, რომ რა არის საზოგადოების დაწესებული სტანდარტი და მე რას ვაკეთებ. და პრობლემა არის ხოლმე იქ, რომ ჩვენ თუ ვერ ვერგებით ამ სტანდარტს, ცუდად ვხდებით. ეგ არის პრობლემა. ვერ ვიაზრებთ რეები არის საზოგადოების დაწერილი სტანდარტები. ეგ არის და ეგ. ძალიან ბევრი ვილაპარაკე, მაგრამ მგონია რომ კიდევ მინდა რაღაცების თქმა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამაზე მეკითხება ხოლმე და მელაპარაკება, მაგრამ მგონია რომ თან რაღაცა ჰაილაითები, რაც მე მქონდა, ყველაფერი ვთქვი, მაგრამ შეჯამებისთვის მაინც ვიტყვი იმას, რაზეც მთლიანად უკვე ჩემი ფილოსოფია დგას, რომ ჩვენ აქ ვართ გამოცდილებისთვის და სიხარულით უნდა ვიღებდეთ ყველა გამოცდილებას, რაც მოვა, ტკივილიც, პრობლემებიც, ყველაფერი სიხარულით უნდა ვიღებდეთ ამას. უნდა რა, მე უკვე ეგრე ვარ, ჩემი იდეოლოგია მაგაზე დგას. და ეგ არის ძალიან ისეთი მაამებელი. ძალიან ტკბილი არის, როცა ბოლომდე აქ უკვე მაგნაწილში ხარ, რომ ეს არის გამოცდილება და მე ვარ ბედნიერი, რომ ამ გამოცდილების მიღების საშუალება მაქვს. ოღონდ აქ იმას არ ნიშნავს, რომ მე ტკივილს უარყოფ, არა, ბოლომდე. მაგალითად, 2 წლის წინ მქონდა ბოლო დაშორება, 3 თვე ისევ ტიროდი, სული მეხუთებოდა, ვიხრჩობოდი, მთელი დღე, 24 საათი ვიტირე ერთ დღეს. მთელი დღე ვტიროდი, მგონი არც მძინები არაფერი. ბოლომდე განვიცადე თუ კი რამე ტკივილი შეიძლებოდა. ოღონდ განვიცადე როგორ იცი, მახინჯად რო ვტიროდი და რატო მე სიყვარულის აღარ მჯერა. მაგრამ სადღაც ძალიან ღრმად ბაზაში მე მესმოდა რომ მე ამას ეხლა განვიცდი. გამოცდილება და გაივლის. და რა თქმა უნდა ესაც მოხდა. დოგმად არ აღმიქვამს, რომ ეხლა მე ვარ უბედური. შესაბამისად, ეს არის ჩემთვის ყველაზე კომფორტული ბაზა.
მეორე რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აი ამ პროცესში მგონია, რომ უნდა გახსნა ადამიანმა გული რა. არაფერი არ უნდა უარყო. ასტროლოგია დებილობა, არა, რატო? ძალიან ბევრი პასუხის მიღება შეგიძლია. მეცნიერება დებილობა, ყველანი გვატყუებენ და ის რაღაცა deep state-ი არის და ყველა გვატყუებს და NASA გვატყუებს და მთვარეზე არ ყოფილა. არა, ანუ ყველაფერს უნდა გაუხსნა გული, ყველაფერი უნდა მიიღო მადლიერებით და მიხვდები ეს რამხელა რაღაც არის. როგორ შეგიძლია მთელ სამყაროში არსებული იდეოლოგიები გამოიყენო შენ სასიკეთოდ. თუ კი სადმე რამე პასუხს იპოვე და შეირგე, რატო უარყოფ, რატო ამბობ რომ რაღაც დებილობა, რატო ამბობ რომ ვიღაცა არასწორია. უბრალოდ შენ თვის როგორ გამოიყენებ ამ ყველაფერს, ანუ აი თავიდან რაც ვთქვი რა, ვიღაცა რო გეუბნება რომ საუკეთესო დღე რაღაცის დასაწყება დღეს არისო და შენ არ ეთანხმები, არ დაეთანხმო და მორჩა. ვიღაც ამას გამოიყენებს мотивაციად, შენ არ გამოიყენო. ან შენ გამოიყენო, ვიღაც არ გამოიყენებს, ხო? აი გულის გახსნა ყველა პროცესის მიმართ არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მაგალითად ეგ გულის გახსნა დამეწყო რა, ანუ ისეთი რაღაც მოხდა ჩემ ცხოვრებაში, რომ ოღონდ მეთქი რამე მიშველოს და გადამარჩინოს და ყველაფერს გული გავუხსანი. იმიტომ რომ ჯოჯოხეთი დატრიალდა ჩემ ცხოვრებაში, დაახლოებით 3 წელზე ცოტა მეტი არის გასული, მიდევს ქვემოთ ვიდეო YouTube-საც, ანუ ეგ იყო მთელი ცხოვრება რომ ჯაჯგურობდი და სამყაროც მე ჯაჯგურებოდა რომ ჰამიდი დაიწყე პროცესი და მე სულ დაკარგულ პოზიციაში ვიყავი და ვეჯაჯგური ამ დეპრესიას და არაფერი არ გამოვიდა, მომიღო ბოლომდე სამყარომ გამომაცალა ყველაფერი თუ კი რამე შეიძლებოდა, წამართვა ყველაფერი თუ კი რამე შეიძლებოდა, სულიერ დონეზე, მადლობა ღმერთს რომ ფიზიკურ დონეზე არაფერი არ წამრთმევია ვიღაცა, მაგრამ ანუ გავნულდი ჩამომემსხვრა ყველაფერი თუ კი რამე ვაშენე, თუ კი რამე გამაჩნდა მენტალურ დონეზე წამერთვა და ჩამომემსხვრა, ფეხქვეშ მიწა გამომეცალა, ჩემი ნაგოგმანები და სისხლით ნაშენები დამოუკიდებლობა გამიქრა, ყველაფერი მოხდა, ნულზე დავეცი და ეგ იყოს საბოლოო ის და თქვი რომ აი მეთქი აი ოღონდ ამ ჯოჯოხეთიდან რამე მიშველოს და ყველაფრისთვის მზად ვარ და გავაკეთე ის ყველაფერი და გავუხსანი გული იმ ყველაფერს რაც მანამდე მეკრინჯებოდა. ანუ აი მედიტაციას რო ახსენ, ფუ მეთქი, ან რა მედიტაცია, ეს ხალხი გაურბის რეალობას. ფუ რა იოგა. აი მეთქი მაგაში რას ხედავენ. რა ბედნიერი ხალხი, საერთოდ როგორ ბედნიერდებით. ვინმე ბედნიერს რო ხედავდი, ძალიან ვიქრინჯებოდი. მეგონა რომ იტყუებოდა, ყველა მე ფეიქებოდა, ვინც კი ბედნიერი იყო. მეგონა რომ სხვებს ატყუებდნენ და მერე სახლში მარტო ტიროდნენ. ყველაფერზე გული მერეოდა, რაც მერე დავიწყე და რაც ეხლა ვარ. აი ეხლა როგორიც ვარ, ესეთ ადამიანებზე გული მერეოდა 4 წლის წინ. მაგრამ მომეღო ბოლო და ვთქვი რომ ოღონდ რამე მიშველოს და ყველაფრისთვის მზად ვარ. ყველაფერში შევაბიჯებ. და პირველად რომ ერთ-ერთ პირველ პრაქტიკაზე რომ წავედი, აი ისე ვიქრინჯებოდი რომ სული ამომხდა, მაგრამ აი ამ კრინჯის პროცესში მივხვდი რომ აი ეგ რაღაცა 20 ადამიანი რო ვართ, ყველას ტკივილი აქვს. და ყველა ამას იმიტომ აკეთებს, რომ უნდა რომ პასუხი იპოვოს. და მივხვდი რამხელა საერთო გვაქვს ადამიანებს, რომ ყველა დაკარგულები ვართ და ყველა მივედმოვედებით და აი კედლებს ვეხლებით, რომ რაღაცა პასუხი ვიპოვოთ და რაღაცა ხელჩასაჭიდი გქონდეს, რომ აი იმიტომ ვცხოვრობ, რომ აი ეს წინადადება დავასრულოთ და მივხვდი რომ ყველა ადამიანი ესეა. როგორ ბედნიერიც არ უნდა იყოს, როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოს, ყველა ამ პროცესში ვართ. უბრალოდ ვიღაცები უკვე სიამოვნებას ვიღებთ ამ პროცესისგან. და მგონია რომ ეს არის რაღაცა ხაზი, რომელიც უნდა გაიარო. და ზუსტად მაგ პროცესის დაწყებიდან და მაგ განულებიდან და მაგ ცხოვრების დანგრევიდან 1 წელში აგერ ტატუც მაქვს რომ ღირდა. იმიტომ რომ მართლა მივხვდი რომ თუ ეგ პროცესია, ეგ ჯოჯოხეთი ჩემ ცხოვრებაში, თუ იმიტომ დატრიალდა, რომ ამ ცნობიერებაში უნდა მოვეყვანე, 100%-ით მიღირდა. კიდე 100 ჯერ გავივლიდი იგივე ნგრევას თუ იმისთვის მოხდა რომ აქამდე უნდა მოვეყვანე. და არ არის აუცილებელი რომ ეს ტრანსფორმაცია მოხდეს დიდი ნგრევის შედეგად. თუ შენ ხელს არ შეუშლი იმ პროცესებს რაც დაწყებულია უკვე შენში.
თუ ხელს არ შეუშლი, არ არის აუცილებელი, რომ დიდი ნგრევა მოხდეს. არ არის აუცილებელი, რომ ყველაფერი წაგერთვას და განულდა და მე ნულიდან შენება დაიწყო. არა, ეგ არ არის აუცილებელი. ანუ ცვლილება შეიძლება დაყვე ამ პროცესს და ეგრე მოვიდეს. ეხლა მაგალითად ცვლილებები ისე მოდის ხოლმე, რომ და მაგის მე რა თქმა უნდა მქონდა ეს რაღაცა წკაპები ტვინში, აღარ არის მაგ ხელანგრევა აუცილებელი. ყოველ წუთას რაღაცას კი არ ვკარგავ, რასაც ვაცნობიერებ, იმიტომ რომ ამ პროცესს რაღაც უკვე დავყევი. ანუ რეალურად ეს აი მართლა ძალიან მინდა, რომ ეს რაღაცა იმდენად მჯერა, იმდენად ვგრძნობ მთელი არსებით, რომ აქ იმისთვის ვარ, რომ უნდა გამოვცადო ადამიანად ყოფნა, რომ აი არ ვიცი, აი მთელი არსებით მაგას ვგრძნობ. რომ ეს არის გამოცდილება. აი უნდა გავატარო ეს ყველაფერი და რა ვიცი, იმ სიკვდილის მე რა ხდება კაცმა არ იცის. არც მე არ ვიცი, ან გავქრები, ან გავიღვიძებ, მაგრამ ნუ რა მნიშვნელობა აქვს, ეხლა აქ ვარ. და აი ეს გამოცდილება არის უტკბილესი. აი ძალიან კარგი. და პრობლემა არის იქ, რომ ჩვენ ვცდილობთ, რომ რაღაცა ფორმაში ჩავჯდეთ. პროფესია ავირჩიოთ, უნივერსიტეტში ვიაროთ, გავთხოვდეთ, შვილი გავაჩინოთ. ანუ ეს სტანდარტები გვიქმნის მე დაკარგულობის განცდას, თორე კი დაკარგულები ვართ. უბრალოდ ეს დაკარგვა არ არის უარყოფითი. მოგზაურობთ. ადამიანობაში მოგზაურობთ. ამ სხეულში მოგზაურობთ. და ეს არის ძალიან ტკბილი. ეს მინდოდა მეთქვა. ალბათ არ ვიცი რა მინდოდა მეთქვა, მაგრამ ეს გამოვიდა.